დღეს მაესტროს ფაქტორში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატებს წარმოგიდგენთ. ესენი არიან პარლამენტარობის მსურველი პირები, რომლებიც მათი განმარტებით პოლიტიკური პარტიებთან ვალდებულებებისაგან თავისუფლები არიან და პასუხს მხოლოდ ამომრჩევლის წინაშე აგებენ. რა გეგმები აქვთ, რას პირდებიან ამომრჩევლებს, როგორ აპირებენ პირობის შესრულებას და მოსახლეობის ინტერესების დაცვას საკანონმდებლო ორგანოში. ნამდვილად არიან თუ არა ისინი დამოუკიდებლები? ირაკლი პეტრიაშვილი, ირაკლი შიხიაშვილი, ზურაბ შარი არიან ჩვენი სტუმრები. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილი ჩემოგვიერთდება. მოგესალმებით ბატონებო. იმისათვის რომ დავიცვათ პარიტეტი, პირველ ორ კითხვაზე თქვენ განსაზღვრული დრო გაქვთ პასუხისათვის, ეს არის 2 წუთი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და პირველი კითხვა, რას პირდებით ამომრჩევლებს, რისი იმედი გაქვთ? ამომრჩეველთა ამომრჩევლები დამოუკიდებელ დეპუტატებს მაინც ასე თუ ისე ეჭვის თვალით უყურებენ, იმიტომ რომ მათ უკან პოლიტიკური გუნდი არ დგას. ბატონო ირაკლი, თქვენ განვლელი პირველ პასუხს, დრო ჩართულია. მოგესალმებით, მე ვესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, მოგესალმებით ბატონებო და წარმატებას გისურვებთ. მე მინდა გითხრათ, რომ სწორედ ამაშია საქმე, რომ ეჭვის თვალით კი არა, მე მგონი დიდი იმედითაც უყურებენ ამომრჩევლები დამოუკიდებელ დეპუტატობის კანდიდატებს, იქიდან გამომდინარე, რომ ვალდებულებები პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს კონკრეტულად ჩვენი რაიონის, ჩვენი ოლქის მოსახლეობასთან. მე ამ ოლქის პრაქტიკულად იგივე საზღვრებში ვიყავი სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში და მოგეხსენებათ, კარგად ვიცნობ რაიონს. ამ რაიონში მე მუშაობდი როგორც გამგებლის მოადგილე, მუშაობდი როგორც საკრებულოს წევრი დეპუტატი და შესაბამისად ალბათ დამეჯერება რომ თბილისის პრობლემები მეტნაკლებად კარგად მესმის. დაწყებული გვაქვს ძალიან საინტერესო რამოდენიმე პროექტი და ძალიან ბევრ შემთხვევაში ხელს უშლიდა ამ პროექტების წინსვლას და სწრაფ განვითარებას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დღესდღეობით არსებობს და რომელშიც საჭიროა აუცილებლად ცვლილებები შევიდეს. ამ ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით მე რა თქმა უნდა ვიქნები აქტიური და ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც დღესდღეობით აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, როგორც სამგურში, ისე ნებისმიერ ადგილას, ეს არის რომ ქვეყნიდან 1,5 მილიონი ადამიანია გასული, 1,2 მილიონი გვჭირდება რომ საკუთარი ქვეყანა გამოვყვებოთ. მინდა გითხრათ, რომ ჩემს ოლქში არის უბნები, სადაც დღესაც არ არის კანალიზაცია, დღესაც არ არის საბავშვო ბაღი, არ არის სკოლა, არ არის აფთიაქი და შესაბამისად ესეთი ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად და რაც მთავარი ადამიანების დასასაქმებლად უნდა გაკეთდეს ისეთი პროექტები, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ ხელგამოწვეული მდგომარეობიდან დოვლათის შემქმნელი გავხადოთ ჩვენი მოსახლეობა. თქვენ გააჟღერეთ პრობლემები, ეს არა ამთავარი მოსახლეობა, ამომრჩეველი, თქვენი ამომრჩეველი მაინც ელოდება შედეგს. თქვენ თითოეული თქვენგანი ერთი ადამიანი შედიხართ, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი პარლამენტში 150 დეპუტატში. როგორ აპირებთ ამომრჩევლისათვის მიცემული დანაპირების შესრულებას ამ შემთხვევაში შედეგის დადებას? ბატონო ირაკლი. ახსენებთ. ჯერ ცოტა ხუმრობით ვიტყვი, მე მარტო ვიყავი საკრებულოში, მოგეხსენებათ და მე ისე მოხდა რომ მარტო აღარ ვიყავი, დაახლოებით 25 კაცი იყო ჩემი თანაგუნდელი, რომელთან ერთადაც თბილისში შევცვალეთ ის უსამართლო გარემო, რაც არსებობდა, ამაზე ბევრს აღარ ვილაპარაკე. მაგრამ მე აგერ მარტო რატომ? აგერ 3 ადამიანი ვსხედვართ აქ, რომელსაც ნებისმიერი მათგანის მოსაზრება ჩემთვის არ არის უცხო. მე მიმაჩნია რომ პარლამენტში უნდა დადგეს ისეთი დრო და ამ დროს დავაყენებთ, როდესაც დომინანტი იქნება აზრი, საჭიროება და არა ვინ ამბობს. ან აუცილებლად ამ გუნდში უნდა იყოს ეს გადაწყვეტილი, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ჯიბრით დაუჭერთ, არ დაუჭერთ ხაზს. მსგავსი ფაქტები ყოფილა. რა თქმა უნდა ყოფილა, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ? დღესდღეობით რეიტინგები იმ პარტიების იმიტომ იცვლება და სამწუხაროდ დაბლა მოდის და დღეს მინდა გითხრათ, რომ ჩემი კარდაკარის მონაცემებით 60% მოსახლეობის საერთოდ აღარ არის დაინტერესებული არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და ინერტულია. რამ გახადა ეს საზოგადოება ინერტული? იმიტომ რომ დაპირებები, რომლებიც მუდმივად ესმოდათ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან, პარტიებისგან თუ პიროვნებებისგან, შედეგად იღებდნენ ტყუილს. მოტყუებული საზოგადოება აღარ არის მხარდამჭერი. მაგრამ საკმარისია საზოგადოებამ დაინახოს, რომ გარკვეული ჯგუფი, გარკვეული ბირთვი ადამიანების თანამოაზრეები, რომლებიც საქმეზე არიან ორიენტირებულნი და არა ვიღაცასთან კინკლაობაზე, აღარ ჩამოთვლი კიდევ რა საკითხებზე. მაგ შემთხვევაში ადამიანებში ჩდება ერთობა და ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ყველაზე დიდი ძალა არის ხალხი, ვინც გირჩევს. და ის ძალა არ მისცემს არავის საშუალებას, რომ ერთ კაცად დატოვოს დეპუტატი პარლამენტში. მით უმეტეს რომ თანამოაზრეების ბევრნი იქნებიან. მე მჯერა რომ ასეთი ადამიანები იქნებიან დღეს ჩვენს პარლამენტში, იმიტომ რომ როგორ ხელისუფლებასაც ავირჩევთ, იმის ღირს იქნება მოსახლეობა. ჩვენი მოსახლეობა გაიზარდა
უფრო გონიერი. დიდი მადლობა ბატონო. არის თუ არა პოლიტიკური ძალა, რომელთანაც თქვენი თანამშრომლებთ, თუნდაც თქვენი წარსული გავიხსენოთ ქართულ ოცნებასთან თქვენი კავშირი. მე მეგობრებთან კავშირებს არ ვწყვეტ, მაგრამ პოლიტიკურ ძალასაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ მე ვითანამშრომლებ აზრთან. ანუ მე ვითანამშრომლებ ყოველთვის მოსაზრებასთან, რომელიც საქმე როგორ ჯობია გაკეთდეს. არ შეიძლება ვიყოთ დამოკიდებული უბრალოდ რაღაცა კონკრეტულ სტერეოტიპებზე და ვიძახდეთ, რომ ამას არ დაველაპარაკებთ, იმიტომ რომ იმას რაღაცა ლურჯი ჰალსტუკი უკეთია და მეორეს უკეთია სიტყვაზე ვამბობ ყვითელი. ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, თითოეული პოლიტიკური ჯგუფი, რას იტყვის იმისთვის და რას მოიფიქრებს იმისთვის და რას დაიწყებს იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი კონდეს ჩვენს მოსახლეობას. მე ძალიან ბევრჯერ და ძალიან საინტერესო პროექტები მე მგონი დამეთანხმებით, ამას ეს უცხო არავისთვის არ არის. ხრუშოვკების თემა, ეგრეთ წოდებული და საზღვისპირა რეგიონების თემა რომ დავიწყე, მე ვერ მივიღე ვერც ერთი პოლიტიკური ძალისგან მხარდაჭერა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს მხარდაჭერა ხვალ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ შაგრენის ტყავი დაგვიპატარავდება ქვეყანა და როცა ვლაპარაკობთ რომ გვინდა სამუშაო ადგილების შექმნათ, უნდა დავიწყოთ მშენებლობა. დრო ამოიწურა, მაგრამ მინდა დავაკონკრეტოთ. ნაციონალურ მოძრაობასთანაც ითანამშრომლებთ გარკვეული, ესე ვთქვათ, ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან თანამშრომლობა არ შეიძლება. დიდი მადლობა.